რას ნიშნავს, როდესაც წყვილ ციფრებს ხედავთ? ყველგან ხედავ წყვილ ციფრებს 1-1-1, 2-2-2, 3-3-3, 4-4-4, 5-5-5. აქამდე არ ხედავდი და უცებ დაგეწყო ამ ციფრების დანახვა. ზოგისგან რას გაიგებთ, რას ნიშნავს, ზოგი ცდილობს ციფრებს ჩაუღრმავდეს, რაღაც ღრმა ფილოსოფიური იპოვოს. სინამდვილეში პასუხი არის პრიმიტიულად მარტივი. თუ რაშია საქმე? როდესაც შენი გაღვიძების დრო დგება, როდესაც მომწიფთები გაღვიძებისთვის, შენ იწყებ ერთნაირი ციფრების დანახვას. დედამიწაზე მოქმედებს სატანის მთავარი მატერიალური პროტოკოლი, რომელი პროტოკოლიც შენ გამუდმებით გავიწყებს ღვთიურ რეალობას, გავიწყებს ვინ ხარ, გავიწყებს სად ხარ, გავიწყებს რა უნდა ქნა, გავიწყებს სულიერებას, ღვთიურობას და საერთოდ რომ უნდა გაიღვიძო გავიწყებს. და გამუდმებით გინერგავს მიწიერ პროგრამებს, რომ შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, რომ შენ უნდა გააკეთო ფული, რომ დამიწდე, მარტივად რომ გითხრა. ეს პროგრამა რეგულარულად მუშაობს შენზე, რომ დაგამიწოს, რომ მოგწყვიტოს იმ ნამდვილ არსს, რასაც წარმოადგენ. ამის საპირწონე მექანიზმი არის უფლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც შენ განიშნებს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც დაგაჯერეს. იწყება უცნაური მოვლენა, მეტის მეტად ემთხვევა ციფრები ერთმანეთს და რისთვის არის ეს? ამ ციფრების დანახვა არის მაღვიძარას პრინციპის მსგავსი მექანიზმი, რომელიც გახსენებს, რომ იმაზე მეტი არის, ვიდრე შენ გგონია. უამრავმა ადამიანმა მომწერა, რას ნიშნავს ციფრების მნიშვნელობა, რას ნიშნავს ციფრების მნიშვნელობა? ვეუბნები, შენ რომ ერთნაირი ციფრები არ გენახა, შენ მომწერდი მე საერთოდ? ან საერთოდ დასვამდი კითხვას სულიერებაზე? ან იმაზე, რომ რაღაც იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე გეგონა? არა, არც ერთი თქვენგანი არ დასვამდა იმ კითხვებს, რა კითხვების დასმაც დაიწყეთ განმეორებადი ციფრების ნახვის შედეგად. ის, რასაც სატანა გავიწყებთ რეგულარულად, რომ სული ხართ და ღმერთი, სამყარო, როდესაც ამ ყველაფერს გავიწყებთ, ციფრები გახსენებთ, რომ იმაზე მეტი ხართ და იმაზე მეტია სამყარო, ვიდრე თქვენ გგონიათ. რადგან კანონზომიერებას ცდება ციფრების განმეორებადი პროცესი. აღარ ჯდება ის დამთხვევაში. ციფრების განმეორება მხოლოდ ამას ემსახურება. მაღვიძარაა, რომ გამუდმებით შეგახსენონ, რომ რაღაც მეტი არსებობს. ეხლა კითხვა დასვით. თუ გაღვიძებული ადამიანი რატომ ხედავს მაშინ მაინც ამ ციფრებს? მეც ვხედავ განმეორებად ციფრებს. იმიტომ რომ ის შენ გახსენებს ზებუნებრივს, რომ შენ ხარ სული, რომ შენ თავზე უნდა იმუშაო, კითხვები დასვა და ასე შემდეგ. ნახე, დაიწყე გაღვიძება. უпростоრედ გაღვიძებაც კი არიცი რა არის. და დაიწყე შემჩნევა ერთნაირი ციფრების. დაიწყე კითხვა, რა არის სამყარო, რა არის ეს, რა არის ის. რაღაცეებს პასუხი გაეცი შენს თავში და ისევ გააგრძელე შენი მყოფადობა. აღარ დასვი კითხვები, აღარ გააგრძელე ამ ყველაფრის ჩაძიება. შემდეგ ისევ ამოგიგდო ერთი და იგივე ციფრები. შემდეგ ისევ დაიწყე კითხვების დასმა, რა არის ის, რა არის ეს. შემდეგ ისევ დაგავიწყდა, რომ კითხვები უნდა დასვა შენს ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდი. შემდეგ ისევ შეგახსენა და უკვე ნელ-ნელა გათვითცნობიერდი სულიერება რა არის, გაღვიძება რა არის, ვინ ხარ, რა ხარ და ასე შემდეგ. და ეს მექანიზმი რომ არ იყოს, შენ ვერ გაიღვიძებ. ერთი და იგივე ციფრების დანახვას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი, რომ გამუდმებით გახსოვდეს, რომ უნდა გაიღვიძო, რომ დასვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მატერიის მიღმა რაღაც არის, რადგან აღარ ექვემდებარება ეს დამთხვევას. რატომ მაინც და მაინც ციფრები? იმიტომ რომ მთელი სამყარო არის მათემატიკა. ის მათემატიკა არა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ მათემატიკა. გესმით? და სამყაროს ელაპარაკება მათემატიკით. რა ციფრებს ხედავთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, რომ შენ რეგულარულად დასვა კითხვები. არსებობს იმაზე მეტი, ვიდრე მე მეგონა. რადგან ეს დამთხვევები აღარ არის. რადგან დამთხვევა არის, როდესაც ერთხელ მოხდება, ორჯერ, სამჯერ და 10ჯერ და 20ჯერ რომ ხდება, უკვე გარანტირებული პასუხი გაქვს, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც არ ექვემდებარება ფიზიკის კანონებს. და ეს შენ გიბიძგებს კითხვები დასვა. ამიტომ, როდესაც წყვილ ციფრებს დაინახავთ, ის კი არ იფიქროთ, რომ რას ნიშნავს 2-2-2-1-1-1-4-4-4. არა, ამაზე არ იფიქროთ. იფიქრეთ, რომ სამყარომ შეგახსენათ, რომ სულიერებაზე უნდა დაფიქრდეთ. სულიერების შემხსენებელი მაღვიძარაა წყვილი ციფრების დანახვა. დაიმახსოვრეთ, ეს მეტი არაფერი. შეხვალ ერთ ეზოთერიკოსთან 4-4-4 გაყავი 7-ზე, გამოვა 14 და შენ ხარ 15 გილოცავ. ნახეთ რა შეასაქმე. ყველა ცდილობს რაღაც ფილოსოფიურად ისაუბროს და აქ იკარგება. ყველაფერი არის მარტივზე მარტივი. გახსენებს, რომ უნდა გაიღვიძო, რომ რაღაცაზე დაიწყო ფიქრი და ეზოთერიკოსები ვერ გეუბნებიან, თავადაც ვერ შიფრავენ და ცდილობენ რაღაც ახსნან, ნუმეროლოგიაში მიდიან და ნუმეროლოგია
იდეოლოგია კი არა, მარტივად არის საქმე. მარტივ ენაზე გელაპარაკება სამყარო ცდილობს პრიმიტიულ ენაზე დაგელაპარაკოს და შენ ეძებ რაღაც ფილოსოფიას და ვერ პოულობ. ცხვირწინ გიდევს სიმართლე და ვერ პოულობ, რადგან ეძებ სხვაგან. კითხვა შეიძლება დასვა, რატომ მოქმედებს უფალი ესე? გვერდულად. იმისთვის აკეთებს უფალი ამას, რომ არ შეიჭრას პირდაპირ თქვენს ნებაში. უფალი ყველაფერს აკეთებს რბილად, ისე რომ არ დაირღვეს სამყაროს კანონები, ის კანონები, რაზეც თავად უფალი დგას და რაზეც თქვენ დგახართ და რაზეც მთელი სამყაროს მექანიზმები დგას. ფიზიკურ სასწაულს არ გააკეთებს. მაგალითად, შესაძლოა იჯდე მაგიდასთან და ჭიქის შუშამ დაიწყოს ლივლივი. ეს რომ გააკეთოს უფალმა, შესახსენებლად რომ იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე შენ გგონია. ეს უკვე დარღვევაა შენი ნების, რადგან პირდაპირი ჩარევაა. რადგან იქ შენი მონაწილეობა უკვე აღარ იქნება. შენი რწმენა, შენი დაწყებული სამუშაო შენს თავზე შენი აღარ იქნება. გიბიძგეს ამისკენ. ანუ ყურში მოკიდეს ხელი და გიბიძგეს, მაგრამ განმეორებადი ციფრები ყველაზე ნეიტრალური პოზიციაა იმისთვის, რომ არ დაირღვეს შენი ნება და გითხრას სათქმელი, რომ იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე გგონია და დაიწყე ფიქრი. უფალი თქვენს ცხოვრებაში ფუნდამენტურად არ ჩაერევა, რადგან ეს არ შეიძლება. ყურით წარება იქნება ეს თქვენი. თქვენ ელოდებით ყურით გატარონ, არა. უფალი გაჩვენებს დამთხვევაზე მეტს ამ ციფრებით და საკმარისი უნდა იყოს ეს, რომ კითხვები დასვა და სწორედ რომ გეხმარებათ იდეალურად თქვენ იწყებთ კითხვების დასმას. უმრავლესობა ადამიანის, ვინც დაიწყო გაღვიძება, ციფრების დანახვა დაიწყო და მერე ჩაეძია რაღაცეებს. მაგრამ ზოგი ისეთი გათიშულია, ისიც კი არ იცის დამთხვევა რა არის. ნახეთ, დამთხვევა არის, როდესაც ერთი და იგივე მოხდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, მაგრამ 10ჯერ და 20ჯერ რომ ხდება, უნდა გააცნობიერო, რომ ეს დამთხვევა კი არ არის. ეს არის სასწაული შენთან მიმართებაში, რომ კითხვების დასმა დაიწყო, მაგრამ ზოგი ამას ვერ ხვდება. პრიმიტიულად მარტივ სასწაულს ვერ ხვდება, რადგან არ იცის რა არის დამთხვევა. სიტყვა დამთხვევა იცის რა არის, მაგრამ განმარტება დამთხვევა რას ნიშნავს, არ იცის და ამასაც ვერ ხვდება. გარკვეული დანიშნულება ციფრებს აქვს, მაგრამ მაგ რატომ არ შევდივარ, იცით ღრმად? იმიტომ რომ ციფრების მთავარი დანიშნულება ციფრები არ არის. არამედ ერთადერთი დანიშნულება არის, რომ კითხვები დაიწყო საკუთარ თავთან მიმართებაში. შენ დღეს იწყებ კითხვების დასმას, ეს ციფრები რას ნიშნავს? და ციფრებში კი არაა საქმე, საქმე არის შენში. შენს თავში უნდა დაიწყო კითხვების დასმა, რომ იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე შენ აქამდე გეგონა. ამიტომაც ნუ ღარ დაუფიქრდებით, ეს ციფრი რას ნიშნავს, ის ციფრი რას ნიშნავს. შენ თავს დაუსვი კითხვები მაგ დროს. რა ვქნა ეხლა, რა კითხვები დაუსვა ჩემ თავს, ვინ ვარ, სად ვარ, უფალი რა არის, სამყარო რა არის და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად თქვენი ყურადღება გადაიტანეს სხვა ეზოთერიკოსებმა ციფრებზე. ეს ციფრი ამას ნიშნავს, ის ციფრი იმას ნიშნავს, ეს ციფრი ამისთვის, შენ სად ხარ მაგ? არსად. ამიტომ ეს ციფრები არის შენ შესახებ, შენი გაღვიძების შესახებ. ამიტომ როდესაც განმეორებად ციფრებს დაინახავ, დაფიქრდი, ვინ ვარ, სად ვარ, რა ვარ და დაიწყე ძიება საკუთარ თავში. კიდევ დაინახე, ვინ ვარ, სად ვარ, რა ვარ. განმეორებად ციფრებს აქვს შენი გაღვიძების დანიშნულება. მეტი არაფერი. მე რასაც გელაპარაკებით, ყველაფერი არის 100%-იანი, 100%-იანში. ეხლა საიდან ვიცი, რომ სატანა რეგულარულად უშლის ადამიანებს სულიერ ცნობიერს? პრაქტიკებიდან, ჩემს თავზე დაკვირვებით, სხვა ადამიანებზე დაკვირვებით. ნახეთ, მინახავს ადამიანი ისეთ სასწაულს შეესწრო, რომ ერთი კვირის შემდეგ მისთვის ის სასწაული იყო ზღაპარი. მის გონებაში ის სასწაული, რაც ფაქტით და მტკიცებულებით სასწაული იყო, წყალი რომ არ გაუვიდოდა, ერთ კვირაში იყო ზღაპარი. გესმით რა ხდება? რეგულარულად მიდის თქვენი რწმენების, რეალობის დანახვის შემდეგ მისი წაშლა, გადაპროგრამირება და ამის საწინააღმდეგო წამალი არის განმეორებადი ციფრები სამყაროდან. ამიტომ დღეიდან განმეორებად ციფრებს რომ ნახავთ, დასვით კითხვები საკუთარ თავზე, ვინ ვარ, სად ვარ, რას ვაკეთებ, რა არის ჩემი მისია, რა არის ჩემი სული, რა უნდა ვქნა და ასე შემდეგ. შენთვის არის ეს. თითოეულ განმეორებად ციფრზე დღეიდან დაიწყე საკუთარი თავის გაღვიძების პროცესი.